ძირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98-სა და 5-ზე. მე ვარ ჟურნალისტი ეკა ვეფხვაძე. დღეს საუბრობთ მიმდინარე თემებზე და მნიშვნელოვან თემებზე, რა თქმა უნდა. შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ. ომის დასასრულისკენ გადადგმული ნაბიჯი, ასე შეაფასა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ეს შეთანხმება. პარალელურად კიტკელოგი, ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ნაწილობრივ აღიაროს რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიები. ევროკავშირი მაინც არ გამორიცხავს, რომ ამერიკამ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიატოვოს და გეგმა B-ს ამზადებს. რუსეთი კი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს, პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები სირიაში ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმას ახორციელებს. ამერიკის თავდაცვის მინისტრი ირანს აფრთხილებს, რომ ჰუსიტებისთვის აღმოჩენილი დახმარების გამო ირანს შედეგები ექნება. იძაბება ურთიერთობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ასეთია მსოფლიოს დღევანდელი ახალი ამბები, რომელის ნაწილიც რა თქმა უნდა არის საქართველოც, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიური კომუნიკაცია აქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან. დღეს პრეზიდენტი ყაველაშვილი ხვდება თურქეთის ელჩს და ორმხრივი თანამშრომლობის გარდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზეც ამახვილებს ყურადღებას. რა იცვლება ჩვენს რეგიონში, სად იქნება საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილი? ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს სტუმართან, კავკასიოლოგი, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი. გამარჯობა ბატონო მამუკა. გამარჯობა ჩემო კარგო. მადლობა მოგზანებისთვის ჩვენს სტუდიაში. ბატონო მამუკა, მოკეთ პირველი და მთავარი და მნიშვნელოვანი რითიც ალბათ უნდა დავიწყოთ დღეს ჩვენი საუბარი, ეს არის ამერიკასა და უკრაინას შორის აი ეს იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ეს შეფასდა როგორც ომის დასასრულისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა აი უკრაინა ისევ იბომბება, არსებობს ტერიტორიული პრეტენზიებიც, რაღაცნაირად არ სურს ხო უკრაინას დათმოს ტერიტორიები, რუსეთი ამის გარეშე უარს ამბობს ომის დასრულებაზე. საით მიდის ეს პროცესები და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ შეთანხმებამ? როგორია თქვენი ანალიზი ამ საკითხზე? ობიექტურები რომ ვიყოთ, მართალი გითხრათ, ასეთი შინაარსის შეთანხმებას უკვე აღარ ველოდით. მას მერე რაც ესეთი ეპატაჟური განცხადებები გააკეთა ტრამპმა, რაც მოხდა ის სკანდალი თეთრ სახლში, რომელიც მოხდა და უამრავი ექსპერტის შეფასებით, როგორც ამერიკული, ისე თვითონ უკრაინული, აი ამ ხელშეკრულებას მომავალი არ ჰქონდა. მაგრამ როგორც ჩანს, სერიოზმა ძალებმა იმუშავებს და მე ვთვლი, რომ ებრაული ლობიც იყო ამ საქმეში ჩართული. პაპის დაკრძალვაზე შეხვედრაც ხო არ იყო? პაპის დაკრძალვაზე შეთანხმა იყო ბოლო აკორდი, თორემ მანამდე იყო ნამუშევარი. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს იმ ებრაულ თემთან, ზელენსკის, ჯერ თვითონ არის ებრაელი, მაგრამ გარდა მაგისა, იმ ებრაულ თემთან, რომელიც უკრაინაში არის ფეხმოკიდებული და რომელიც ძალიან გავლენიანია საერთო ებრაულ ოჯახში. და კიდევ გამომდინარე მათ გარკვეული გავლენები აქვს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე. აქ ლობისტურ მუშაობაზეა ლაპარაკი. ფინალი იყო ტრამპის ფინალითან ესეთი თეატრალური ფინალი იყო ეს პაპის გასვენებაში მომხდარი ეპიზოდი. ეხლა რაც შეეხება თვითონ ხელშეკრულებას. ხელშეკრულება მართლა ერთი შეხედვით, ხას უსვამ ამ სიტყვას ერთი შეხედვით, აი ის რაც ფურცელზე წერია, ნამდვილად არ არის ცუდი უკრაინისთვის. აი გუშინ მეც გავეცანი ამას, რაც წავიკითხე, ძირითადად არაფერი საზიანო მართლა ერთი შეხედვით არ ჩანს უკრაინისთვის, მაგრამ მე წავიკითხე მოსაზრებები, რომ მაინც უკრაინას მოუწევს, თქვათ, აი რაღაცა გარკვეულად და ამ თანხების გადახდა ამ ქვეყნის აღდგენის საქმეში. ეს მუზარმაზარი შემოსავლიდან, რომელიც ესე იგი რა გამოდის? რომელსაც მიიღებს, ხო? რომელსაც მიიღებს. ესე იგი რა გამოდის, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით იღებს რას? ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატები პირობითად თქვა, ამერიკის შეერთებული შტატები ამუშავებენ იმ წიაღისეულს, რომელიც დამუშავება აქამდე არ მომხდარა. ეს არის ძალიან შრომატევად ის ამუშავა და ფინანსურად ძალიან სერიოზული. იქიდან შემოსავალს იღებს ნაწილს ნახევარს ამერიკის შეერთებული შტატები, ნაწილს უკრაინა. ამ შემოსული თანხებით, რომელიც ისედაც არ ქონდა უკრაინას და ეხლა გაუჩნდება, შეუძლია კი არა, ეს უნდა ჩადოს უკრაინის აღორძინების ფონდში. ეს არის ერთი ისე თქვა კომერციული მხარე, კომერციულ
ბიზნეს მხარე. მეორე არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამხელა ინვესტიციას თავისი კომპანიების მეშვეობით თუ პირდაპირ ინვესტიციებს ჩადებს ამ წიაღისეულის დამუშავებაში, ეს ნიშნავს ის, რომ ეს სივრცე დაცული იქნება. ყველად არ ჩადებენ ეს რეგულას. დაცული იქნება თან კატეგორიულად დაცული. ის კი არა რაღაც ორი ლეოპარდი რა შვეშია და ორი ტანკს რო გაუგზავნიან ან სამთვისბრინავს. არა, ესე არა, სხვანაირად იქნება დაცული. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. მინუსები მდგომარეობს იმაში, რომ ამ წიაღისეულის გავრცელების სივრცე ნაწილობრივ არის რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. იქ არის ეგეთი გეოლოგიური პლატფორმა ესეთი ქვია უკრაინის ფარი. ეს ფარი ამ შემთხვევაში არ ეგულისხმება თავდაცვითი ნაგებობა, ეს ეგულისხმება უზარმაზარი გეოლოგიური პლასტი, რომელიც მოიცავს აი ამ ძალიან მნიშვნელოვან წიაღისეულს, რომელიც ძალიან საჭიროა დღეს სხვადასხვა ტიპის წარმოებაში, ეს ლითიუმი იქნება, ტიტანი იქნება, გრაფიტი თუ სხვა. ეს ნაწილი არის დღეს უკრაინის მთავრობის კონტროლირება ტერიტორიაზე, ნაწილი არის რუსეთის. და რუსეთი ამ შეთანხმებაში სად არის და აი ამაშია საქმე. ეს ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ჩვენ შეგვიძლია ვერსიები გამოვთქვათ, ვივარაუდოთ, რომ ვაჭრობა წავა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაგრამ კატეგორიულად ლამის ხმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებით ამბავი არ დამთავრებულა. ამ ხელშეკრულებით ახალი პროცესი დაიწყო. აი რა პროცესი დაიწყო, ბატონო, დაიწყო თუ არა მაგალითად პროცესი იმის, რომ შეიძლება ეს შეთანხმება გახდეს ომის დასრულების წინაპირობა? არა. ეს არ არის ომის დასრულების წინაპირობა, ეს არის მაჩვენებელი რუსეთისთვის, რომ ჩვენ მაინც აქ ვრჩევით ამერიკელების. ანუ ისეთი კი არა, რომ ეხლა ჩვენ მიერას ვაძლევთ უკრაინას. ამ იერას ჩვენ თვითონ გამოვიყენებთ თუ ასე ვთქვათ, რამე ესეთი გაგრძელდა ის პროცესი, რომელიც მოკლედ ირიბად ამერიკის შეერთებული შტატები დემონსტრირებას ახდენს იმისა, რომ ის თავის მონაპოვარს დაიცავს. ეხლა რა გამოვა ეს მეორე საკითხია. რაც შეეხება რუბიოს განცხადება, მე მაინც ომის დასრულებას ვაწვევი მგონი ბრჭყალებში, რუბიოს განცხადება, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი ომის დასრულების. ეს არის სურვილი. სურვილი, ანუ ჩვენ სურვილი გვაქვს რომ დასრულდეს. იმიტომ რომ ომის დასრულება ეს ნიშნავს, ასე ვთქვათ, რუსეთისთვის გარკვეულწილად დისკომფორტის შექმნას. ეს რო დღეს მოეწერა ხელი ამ ხელშეკრულებას, დღეს თუ გუშინ როცა იყო, ეს გაკეთდა სპეციალურად 9 აპრილის კონტექსტში. 9 მაისის კონტექსტში. 9 მაისის. რასაკვირველია ამისთვის. არაფერი შემთხვევით არ ხდება, ყველაფერი ეს აქ განსაზღვრული. ისევე როგორც ყველაფერი გააკეთეს რუსებმა რო კურსკიდან გაეძევებინათ უკრაინელები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ გაუძევებიათ, მართალია ვერცეთ დასახლებულ პუნქტს ვერ აკონტროლებენ დღეს უკრაინელები, მაგრამ სამაგრო ტერიტორია უკავიათ. პატარა, მაგრამ უკავიათ სიმბოლურად. კურსკის ოლქის ტერიტორია. მაგრამ გერასიმოვი გენშტაბის უფროსი გაცხარებული აცხადებს, რომ აღარ არიანო. ეს იყო საჩუქარი, ეს იყო 9 მაისის კონტექსტში გაკეთებული გადადგმული ნაბიჯი. უამრავი რესურსი შეალიეს აი ამ უკრაინელების გაძევებას კურსკიდან. მაგრამ როგორც იმათმა გააკეთეს, ისე ამათმა გააკეთეს. ამათმა კონტრონიზება ეს ხელშეკრულება ამ შინაარსის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, სადაც ნათქვა მე რომ ჩვენ ისევ აქ ვრჩევით. აი იმიტომ რომ ასეთ რაღაცა რჩევას დაბასტილება რომ ანუ ყოველშა არ მომია რომ რუსეთმა მოსკოვმა არ იცოდა ამ შეთანხმებას. აიცოდა რომ ამ შინაარსი დასრულდებოდა როგორც ჩანს, თორე ის ხელშეკრულებაზე რო იყო ეს ამდენი ხანი ლაპარაკი, როგორ არ იცოდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ. ესე იგი ზელენსკის ფიგურას ყველანაირ კონტექსტში ატრიალებდნენ. თქვა შორის იმასაც კი უწუნებდნენ, რომ არ იცი როგორ მოიქცე იქ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, როდესაც ზელენსკი ასე ვთქვათ, უფრო არადელიკატურად მოიქცა. მოკლედ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ერთგვარი გამოწვევა მოსკოვისთვის. დღეს კრემლში თვლია, რომ ისინი მოთხოვდნენ. ისინი მოატყუეს. შეიძლება ჩავთვალოთ, არ ვიცი, შეიძლება ძალიან დილეტანტურად ვსვამ ამ კითხვას, რომ აი შეთანხმება დიდი ხანია, ხო, მიმდინარეობს ამაზე საუბარი და ერთ სახლშიც ვნახეთ იქ რაღაც უხერხული სიტუაციები და ზელენსკი ამაზე უარს გარკვეულ პირობებზე უარს ამბობდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული პირობები უკრაინის პრეზიდენტმაც წამოაყენა და იქ იძულებული გახდა ამერიკის შეერთებული შტატები ეს გაეთვალისწინებინა. იცით რა შეესაბამება? საუბრობთ რაღაც გლობალურ აი ესეთ მოქმედ გმირებზე და ზელენსკიზე არა, აი ზელენსკის როლი როგორი შეიძლება და ყოფილიყო აი ამ შეთანხმებაში.
ხო, რასაკვირველია, შეიძლება ესენი ყველაფერი ვივარაუდოთ. უბრალოდ ტრამპის ხასიათიდან გამომდინარე, მე მაგალითად მისი ეპატაჟურობა არ გამკვირვებია, რომ ზემოვიდა, როცა გახდა პრეზიდენტი, ეს განცხადებები, ხა განსაკუთრებით გუშინწინელი განცხადება იყო, რომ მე მსოფლიოს ბრძანებელი ვარ. ისე მithom ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნუ მოწონს ეს. 92 წლის მაისში 92 წლის მაისში გავიცანი ტრამპ ატლანტაში, ქალაქ ატლანტაში და მახსოვს პირველი რაც გააკეთა აგრესიულად თქვა გამარჯობა და ეს გამარჯვების ამბავი გააგრძელა რაკარგ შენობაში ვიმყოფები. ვიზა მისი არ იყოს ეს შეუჩენ. ხო და რაკარგ შენობაში ვიმყოფები და კარგა ხანი ილაპარაკა ამის თაობას და მე დაინტერესდა ვისთან ჰქონდა საქმე. ანუ ჩვენ ვინ ვიყავით, ვინც წარუდგენეს. ტიპია ესეთი, ეპატაჟური ტიპია და საერთოდ მანერა აქვს ესეთი, რომ ჯერ ინიციატივას ამშრავნებს და ცდილობს მე მთელი ესე იგი პროცესის დროს, ლაპარაკის პროცესის დროს ეს ინიციატივა მის ხელში იყოს და მე არ ყვევს დეტალებს ხოლმე. და ახლაც ესე იქცევა, როგორც ამ. ნასაკში მოიმატა და გამოცდილებას დაუბრუნდა, მაგრამ პიროვნებად შევა. ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, მაგალითად იმის შესახებ, რომ ზოგადად ომი უკრაინაში სწორედ ამ ტერიტორიების გადანაწილების მიზნითაც დაიწყო, ეხლა მუსირებს ეს აზრი, რომ ეს იყო რუსეთ-ამერიკის შორის გარკვეული შეთანხმება. არა, მე არ მგონია, რომ ყოფილიყო გარკვეული შეთანხმება. მაგრამ ის რომ ასე ვთქვათ, კბილს უსინჯავდა დასავლეთ რუსეთი, ეს კი რასაკვირველია. დასავლეთიც უსინჯავდა კბილს რუსეთს. 2008 წელი გავიხსენოთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო კბილის მოსინჯვა რუსეთისთვის, რა შეეძლო რუსეთის არმიას. გასult ალბათ ჟანგიანი ტანკების ამბავი და ასე შემდეგ. ეს იყო საერთო შეფასება ამერიკული სამხედრო მანქანისა, იმისი, რაც ის დემონსტრირებას მოახდინეს რუსებმა. იმ მაშინდელი რუსეთის სამხედრო მანქანა დღევანდელთან შედარებით არის ცალკე დედამიწა, მაგრამ მაშინ მართლა რო გითხრათ ახლა სამარცხვინო თუნდაც ის იყო, რომ პატარა საქართველოსთან 3 დღიან თუ 5 დღიან ომში უკანა ნაწილში დაიჭრა ესე როგორც სარდალი მთელი არმიის 58 არმიის სარდალი და ისე ხაფანგში აღმოჩნდა, რომ წლებს დააღწია თავი. ესე იგი პრაქტიკულად ეს სხვა არმია იყო და ასე შეაფასეს მაშინ დასავლურმა სამხედრო მანქანამ, სამხედრო ანალიტიკოსებმა რუსეთი რომ დაჭირდებოდა ამის შემოწმება, რა შეეძლო რუსეთს. და ძალიან მაყოფილებით დარჩენ ყველაფერი მთელი ამ შედეგი. და მოთხოვდნენ საბოლოო ჯამში, ეხა აი ამ გადასახედიდან. ნუ იცი როგორ არის? რომ ესეც არ არის ალბათ. ხო, რასაკვირველია, მე არ გამოვიწყო, რომ ეს ასე იყოს, მართლა ასე იყოს. რუსეთი არ თამაშობს და მართლა თვლიდეს თავს მოტყუებულად დღეს რუსეთი. თუმცა მე იმასაც უშვებ მაღალი ალბათობით, რომ ეს ახლა დღევანდელი დღის მერე შეიძლება ურთიერთობა კრემლსა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შორის და ისევ შეეცდებიან უკვე ამ მოცემულობიდან ახალი შეხების წერტილები იპოვონ. მე ერთი რამ ნიუანს მინდა მეაქციოთ ყურადღება. ის რასაც დღეს ლაპარაკობს ტრამპი ამ მინერალებთან დაკავშირებით, ეს არ არის ტრამპის ნოუ-ჰაუ, ახალი იდეები რაღაც. ეს არის ჩინეთის პოლიტიკური მიდგომის ერთ-ერთი ნაწილი. ჩინეთმა უკვე დაახლოებით 15-20 წელი აი ამ მიდგომების დემონსტრირება დაიწყო. როდესაც ესენი ერთმანეთს ებრძოდნენ გამწარებულები, დასავლეთი რუსეთი, ვიღაცა სხვა კიდე, ვინც იყო ჩარეული არაბული სამყარო ეს. ჩინეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხის მოგიდებას ცდილობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩინეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აქვს საელჩო. და თან ამ საელჩოში განსაკუთრებულად ძლიერი არა სამხედრო ატაშატია, არამედ ეკონომიკური ატაშატი. და ერთ-ერთი განსაკუთრებული მიდგომა ზუსტად ეს იყო. ჩინეთის ხელმძღვანელობა სინძიპინის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ხვალინელ დღეზე ფიქრობს. ხვალ რა იქნება. ამიტომ ცდილობს, რომ აი ზუსტად ის მინერალები ჩაიგდოს ხელში, რომელიც არის ხვალინდელი ინდუსტრიისთვის, ხვალინდელი ტექნიკური გარღვევებისთვის საჭირო. და ეს ახლა როგორც ირკვევა, ძალიან სერიოზული იშვიათი მეტალების საბადოები აქვს ხელში ჩაგდებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში და აფრიკაში. მათ შორის არის ტიტანი, რომელიც მე ჩამოთვალე, ლითიუმი და ყველაფერი ამდაგვარი. ჩინეთს ზუსტად. აქედან ესენი გვიან მოვიდნენ ასე ხო. რუსეთს აქვს საკმაო მარაგები და ამერიკის შეერთებული შტატებსაც აქვს საკმაო მარაგები, მაგრამ ხვალინდელი დღეზე ფიქრი გულისხმობს იმას, რომ ჯერ ერთი ამათი ესე იგი დროულად დამუშავების და წესრიგში მოყვანის
ტექნოლოგიები უნდა შეიმუშაო, ტექნოლოგიები არის, მაგრამ ეს სისტემური უნდა გახადო, ხო? ამ ლითონების. თიაღისეული ლითონების. და მეორეც ერთი, რატო უნდა დაიწყო ჯერ შენის დამუშავება, შეიძლება სხვისი დაამუშავო. ხო, საბოლოო ჯამში აი როგორც ნავთობთან დაკავშირებით გააკეთა თავის დროზე ამერიკა სხვის ნავთობს ეტაკა და თავისი შეინახა. აი ამას აკეთებს ჩინეთი, ხა ამათო გადაწყვეტეს იგივე გააკეთო. გინდა რუსეთი იყოს და გინდა ამერიკის შეერთებული შტატები. ოღონდ რუსეთი განსხვავებით ამერიკელებისაგან, რუსები მიშვეულები არიან თავის იმ წიაღისეული ანგარიზე ცხოვრებას, რომელიც ამდენი ხანი ამუშავებდნენ, ეს არის ნავთობი და გაზი. ხო, რუსეთში ხო ასეთი მიდგომაა, უნდა იყოს, ესე იგი თქვა, სახელმწიფო, უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფოს, ასე თქვა, ბიუროკრატიული აპარატი, დანარჩენი ხანო იფუნქციონირებენ თუ არა არაღელდებთ, ხო, ეს დანარჩენი მასა, მაცხოვრებლების. ასე არიან მიშვეული ისინი. ამიტომ არის ამ ხელა განსხვავება სოციალურ თვალსაზრისით. კაი, შორსავედი ხო, სადღაც დავაბრუნდით ხო. მოდით დაუბრუნდეთ ახლა ისევ ამ საკითხს, ოღონდ საქართველოს კონტექსტში მინდა დაგისვათ შეკითხვა, ზოგადად რა თქმა უნდა გარკვეული გავლენები არსებობს ხო რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს ყველაზე ეს გავლენა ყველა სახელმწიფოზე და გლობალური და ნუ ჩვენ საქართველოს რაზეც აი ამ ომთან დაკავშირებით ხელისუფლება სულ ამბობს ამას რომ ომი დასრულდება, ვითარება შეიცვლება, ომი დასრულდება, ნუ ყველა ელოდება ამ ომის დასრულებას. რა იცვლება საქართველოსთვის დასრულების შემთხვევაში ან გაჭიანურების შემთხვევაში და არსებობს თუ არა ომის რაღაც არეალის გაზრდის საფრთხე, როგორ ფიქრობთ? ეხლა ჯერ ერთი ის უნდა თქვა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არის ესეთი რომ ომი არ დასრულდება. ომი შეიძლება შეჩერდეს. გამარჯვებული ეყოლება ამ ომს. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის რომ გამარჯვებული არ გავდეს. გამარჯვებული რუსეთი არ აწყობს სოფლიოში არავის, მათ შორის მის მეგობარ ჩინეთსაც. შეიძლება ხოლმე ჩრდილო კორეელებს აწყობთ, მე არ ვიცი, მაგრამ აი ჩინე პეკინში ნამდვილად არ აწყობთ. აი ის რომ შეწყდეს ამ ვითარებაში ომი, ეს შეიძლება ისაღები იყოს, ნუ მოსკოვის გარდა ყველასთვის, იმიტომ რომ გამარჯვებული არ იყოს და ნუ ასე შემდეგ. რაც შეეხება, ეხლა მე გიტყვით ცუდ რამეს, ცინიკურ რამეს. კერძოდ იმას, რომ სოფლიო პოლიტიკა დღეს ისეა მოწყობილი, როდესაც ის თამაშის წესები, რომელიც აქამდე ჩვენ რითაც ცხოვრობდით, ისინი აღარ მუშაობს არც ერთი. დღეს კანონი ეს არ აქვს ძალას აქვს კანონი. ძალა უკვე კანონია, ძალა არის მთავარი. ვისაც მეტი ძალა ისე ქმნის საკანონმდებლო სივრცეს. კანონს ისაწესებს, ურთიერთობის წესებს ის ქმნის. სამწუხაროა ეს, მაგრამ ესე. ჩვენი ამოცანა პატარა ქვეყნების როგორმე ამ და მგონი ეკონომიკაც მნიშვნელოვანია აქ ომში. დასაკვირველია, მაგრამ იმ ეკონომიკის კანონებსაც ისინი ქმნიან. ისინი ქმნიან კი ბატონო. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ აქ, ესე იგი, როგორც ოქროს თევზი, ხო შეგვიძლია. მაშინ ბორში არის სხვადასხვანაირად შეიძლება ოქროს თევზი იყო. თუ სწორედ მოიგეცი და თუ სწორედ დიპლომატიური სულები გააკეთე, გააზრებულად იმოქმედე და თუ გექნა რეგიონალურ პოლიტიკაში მაინც გააზრებული ესე იგი ინიციატივები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა სულ ვკითხულობ ხოლმე და მიგვირსოთ ამ. აი ლაპარაკი იმაზე, ჯერ ჩვენამდე საქმე არ მოსულა. ხო, მე სანამ შემოვიდოდით, მე მგონი ჩვენ საუბრობდით ზუსტად მაგ საკითხზე და მე მგონი არ ვახსოვართ თქო, გეუბნებოდით და სულ ტყუილად ფიქრობ ესეო და რა, აი რატომ გაქვთ ეს დამოკიდებულება? ისა რა ქვია, შეიძლება ხო ვაკეში რა ხდება და ვერაზე ეს არ ახსოვთ. მაგრამ შავი და კასპიის ზღვის აუზში რა ხდება, ეს არის მუდმივად დღის წესრიგში დარწმუნებული იყავით, იმიტომ რომ ეს არის გეოპოლიტიკური ყელი. გარკვეულ საჯაროდ ჯერჯერობით ვერ ვისმენთ და ვხედავთ გარკვეულ ესე დღია განცხადებებს და ალბათ ამიტომ ჩნდება ეს აზრი, რომ არ ვახსოვართ ან დავავიწყდით, ან როდის გავახსენდებით მაგალითად. იცით რა შეესაქმე? აი ახლა მაგალითად მივაქციოთ ყურადღება ერთ რამეს, რომ ეს ეპატაჟური ქალის ფონ დერ ლაიენი ნუ გავანებოთ თავი ხო ფონ დერ ლაიენს თავისუფლება იყოფა თავს ვერ გავანებებთ იმიტომ რომ ეს ისედაც უნდა მეკითხა თქვენთვის მისი ეს ჩამოსვლა ამასთან მიხვედით მე მგონი ხო ფლატმაკამდე არ მისვლა აბა გისმენთ მაშინ ეხლა მაგალითად თელი ეს ევროკავშირის სტრუქტურები ამ ბოლო დროს ისე ერთნაირად გაიხიკებიან ხოლმე ჩადიან ცენტრალურ აზიაში გეგონება რომ აი ცენტრალური აზია ეს არის მთავარი ევროპული სივრცე
და ერთ ამბავში არის. ხო და დასაკვირველი ეს ხდება იმიტომ, რომ ევროპული გავლენები გააძლიერონ ცენტრალურ აზიაში ამ თვალსაზრისით ყველაზე პატიოსნად სხვადასხვა საფრანგეთი იქცევა იმ თვალსაზრისით, რომ არ მალავს, რომ ეს მისთვის საინტერესოა ხან სომხეთთან თანამშრომლობს, ხან უზბეკეთთან და ასე შემდეგ ცდილობს ის თანამშრომლობს, რა გამოვა სხვა საკითხია. მაგრამ ეს ხდება იმიტომ, რომ ევროპას სჭირდება ცენტრალური აზიის, ასე ვთქვათ, წიაღისეულის და გარდა ამისა ცენტრალური აზია, როგორც ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური, ეკონომიური სივრცე. ხო და ეს ცენტრალური აზია ვერ იქნება პოლიტიკურ-ეკონომიური სივრცე, თუ არ იქნა სამხრეთ კავკასიის გაგრძელება, ასე ვთქვათ, საქართველოს. და ის მოდის აზერბაიჯანში, ჩამოდის ქალბატონი ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში და რა ხდება იქ, ნუ ის აზერბაიჯანში, ნუ ეხლა რო გითხრათ სიმართლე, ფონ დერ ლაიენი ყოფილა გინდა რა, იმდენად მაღალ პედესტალზე აღარ დააყვანილი საკუთარი თავი. დღეს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ის არის მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მოთამაშე მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფოა, რომელიც კლიმატს ქმნის. არის ეს ასე, ნუ ძალიან სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ ვიდრე ჩვენ ერთმანეთს ხოცავდით, ერთ ამბავში ვიყავით, აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საშუალო, მაგრამ აქტიური მოთამაშის როლი დაემკვიდრებინა წინა აზიაში და აქედან გამომდინარე მსოფლიო პოლიტიკაში. აი, იგივე მისი ურთიერთობები ისრაელთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ისრაელისთვის აზერბაიჯანი დღეს ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო პოლიტიკური პარტნიორია. აი, მე ვიტყვი დავასახელებ ერთ ფაქტს, ფაქტს არა, ტერმინს. აეროპორტი ნასოსნაია, რომელიც აზერბაიჯანში მდებარეობს. და უნდა იცოდეს საზოგადოება, ვინ აკონტროლებს სინამდვილეში ამ აეროპორტს, ხო მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ჯდება თვითმფრინავების, ეს არის პრაქტიკულად ისრაელის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ. შეიძლება დღეს განსაკუთრებულ ამინს არ ქმნის ეს იქ ვინც განლაგებულია ეს კონტინგენტი ხა რო გითხრათ ჯარია განლაგებული ესე არ არის. მოკლედ აი ამ აეროპორტს ასე ვთქვათ ეს არის მისი მუდმივი ყურადღების ქვეშ. პრინციპში ეს არის ირანისთვის უზარმაზარი ასე ვთქვათ პრობლემა. აზერბაიჯანის მეგობრობა ისრაელთან. ისრაელის გავლენები აზერბაიჯანულ სამხედრო პოლიტიკურ წრეებში. პეზიშკიანის ვიზიტი მაგალითად ირანში. თუმცა ძალიან დიდი დელეგაცია იყო ჩასული. არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ამას, იმიტომ რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მიეჩვია ძალიან სწორედ ვაჭრობას. აი მაგალითად ამისთან მისთვის სავაჭრო პარტნიორი არის ერთდროულად ინდოეთიც და ძმაკაცი პარტნიორი თუ შეიძლება ითქვას არის პაკისტანი. მოკლედ მე ისმინდა ვთქვა რომ ოჩაღი საგარეო პოლიტიკას აწარმოებს აზერბაიჯანი და აქედან გამომდინარე აზერბაიჯანი ბევრად უფრო მყარად დგას ეს ფეხზე საერთაშორისო პოლიტიკაში ვიდრე ნებისმიერი სხვა მოთამაშე სამხრეთ კავკასიაში. რა ხდება საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველო როგორ პოზიციონირებდა მაგალითად ცოტა უფრო ადრე და როგორ შეიძლება ეს პოზიციონირება იყოს დღეს. ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ამ კუთხით გენიშნებათ თუ არა რომ შეცვლილია ნაბიჯები თუ არა, მოგწონთ ეს თუ არა, აი როგორ შეიძლება ეს შევაფასოთ. სულ ჩემთვის თავარი იყო ყოველთვის აი ზვიადგამსახურდი ეს პერიოდი მოყოლებული ერთ და იგივეს ვამბობდი ყოველთვის რომ ჩვენთვის უნიშნელოვანია რეგიონალური პოლიტიკის გააქტიურება. პირველ რიგში ეს არის მთავარი. მე ვამბობდი და აუხიჭა გამომივიდა ხომ მე ვამბობდი. არა, ნუ ყოველთვის მე ასე ვფიქრობდი და ამანაც განაპირობა ჩემი დაინტერესება სამხრეთ ჩრდილოეთ კავკასიიდან და ამიტომ ვქვია მე კავკასიოლოგი, იმიტომ რომ ნუ ამ საკითხში ხართ ძალიან თეატრალური ინსტიტუტის ჩვეულებრივი ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული სარეჟისორო. ხო და რატო ვამბობ ახლა ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს ჩემი დეპუტატობის ყოფნის პერიოდში, ეს არის 90-იანი წლები, მაშინ ევროკავშირის დეპუტატებთან მქონდა შეხვედრა და მაშინ დეპუტატების დონე და დიპლომატიის საერთაშორისო დიპლომატიის დონე ბევრად უფრო მაღალი იყო ვიდრე დღეს არის. ხო და სხვა ადამიანები მონაწილეობდნენ მაშინ ამ სცენაზე, საერთაშორისო დიპლომატიის სცენაზე. ხო და მაშინ მახსოვს რომ პროექტი წარმოადგინეს ჰოლანდიელმა, ბელგიელმა და ფრანგმა დეპუტატებმა, რომელიც გულისხმობდა სამხრეთ კავკასიურ საერთო ეკონომიკურ სივრცის შექმნას. ეს ძალიან წარმოგიდგენთ ყარაბაღის მოვლენების კონტექსტში რა დროს ეგ იყო, ხო, მაგრამ უკვე არსებობდა ეს იდეა. ой, ძალიან დიდი ხანია ისმის. კი, და თბილისს ჰქონდა მაშინ ისეთი წამყვანი როლი, რომ იქ ყოფილიყო განლაგებული ცენტრალური ოფისები ამის ყველაფერი. ეხლა
თავარი რა არის, იცი რომ ისტორიული ფუნქცია საქართველოს იყო კავკასიის ცენტრი. არაერთხელ ყოფილა ისე რომ თბილისის გარშემო იყო კავკასია გაერთიანებული, ხო? ახლა ისტორიას რო გადავხედეთ, ეგრე უფრო ვარესი წლებიც იყო დაქუცმაცებული, დანგრეული, მაგრამ აღარც ერთი სახელმწიფო აღარ იყო სამხრეთ კავკასიაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს სახელმწიფო სულ ზღაფავდა თუ არ ყავდა, მაინც იყო. და ესე იგი სახელმწიფოებრიობის შეგრძნება ამ ხალხს აქვს, სხვას უკვე აღარ აქვს. აი ესეთი მიდგომა ჰქონდათ ევროპაში. და აი ეს უნდა გამოვიყენოთ. ეს ფუნქცია უნდა აღვადგინოთ. ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რუსეთს ხელი შეუშლოთ, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ სამხრეთ კავკასიის ერთიანობა. ის რომ აი ცუდი რაღაც უნდა მეთქვა მეთქი. ის რომ ყარაბაღის მოვლენა ხდებოდა, ამან განაპირობა, რომ აი ამ ფუნქციის რეალიზაციას ხელი შეეწყო საქართველოს ცენტრი, კავკასიის ცენტრი. ამან განაპირობა სამწუხაროდ, ამ უბედურებამ განაპირობა ის, რომ ჩვენ ტერიტორიაზე გაიარა ბაკოჯეიხანმა და ნილსადენებმა და ყველაფერმა. ეს კარგად გამოიყენა მაშინ შევარნაძემ ეს მდგომარეობა. და სხვადასხვა ქართულმა დიპლომატიამ მაშინ ძალიან კარგად იმუშავა, არა მხოლოდ კლასიკურმა დიპლომატიამ, არამედ ენერგოდიპლომატიამ, მას გია ჭანტურიას მეთაურობით. ეხლა მოკლედ ამას რო თავი გავანებო საქართველოს აი ამ როლის თამაშის გაგრძელება შეუძლია. ეს კრებოდა, ხან ინთებოდა ხოლმე ის. დღეს ისევ ის მდგომარეობა, ვიდრე არსებობს გაუცხოება ორ ერს შორის, როგორც აზერბაიჯანი და სომხური და ვიდრე ესე იგი ვიდრე ვიცით ზუსტად, რომ აზერბაიჯანს საშუალებას იმისას, რომ კიდევ ერთხელ ესე იგი ვთქვათ, გაიმარჯოს სომხეთთან ომში ჯერჯერობით არავინ არ მისცემს. მაგრამ არაერთი განაცხადი ბატონო მამკაბოდის გიხდით საქართველოს მხრიდან, მაგალითად გაკეთებული, რომ საქართველოს მზად არის მშვიდობის ყოფილის როლი იკისროს. ამას ვამბობ. ეს არ არის თქო განაცხადი უნდა მეკითხა. არა, როგორ არ არის განაცხადი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ამბობს 20 წელია საქართველოს, 30 წელი. ქართული მხარე. ხო, ძალიან ხშირად გვესმის ეს და ვიზიტებიც ეს რამას შე რო ამბობ, ეს ხისთვის საჭირო უნდა გახდეს. აი ეს რო საჭირო უნდა გახდეს, ეს უკვე ჩანს. ეხლა სამშვიდობო პოლიტიკა დღეს არავის დედამიწის ზურგზე არ აინტერესებს პატარა ქვეყნის მიერ ნაწარმოები, მაგრამ სამშვიდობო აი ამ ესე ვთქვათ პოზიციის კოლგის ქვეშ საჭიროა სხვა ტიპის ურთიერთობების სისტემა შეიქმნეს. აზერბაიჯანი ჯერ კიდევ ცდილობს, რომ ზანგეზურის თამაში სათავისოდ დაამთავრებს. ვიღაცა ეუბნება, რომ მიაწექი ბოლომდე ზანგეზურის თემა, შენ გვერდითა ვართ, ვიღაცა ეუბნება, რომ არ გაბედო ზანგეზურზე ლაპარაკი, იმიტომ რომ დაიჩაგრები. აი, ვიდრე ეს მდგომარეობა ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ საქართველოს დიპლომატია, როგორც მე ვხედავ, ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ აი ეს გადაწყვეტილება ზანგეზურთან დაკავშირებით როცა დაცხრება და საბოლოოდ გადაწყდება, აი მაშინ თქვას, რომ იცი რა, მოდი აქ ვილაპარაკოთ ხვალინდელ ეს შეიძლება ფაქტორად იყოს გამოყენებული ლიდერობის ფაქტორი. ლიდერობა არ გამოვა, იმიტომ რომ აზერბაიჯანის მატერიალური ბაზა ბევრად უფრო სერიოზულია და პოლიტიკური წონაც სამწუხაროდ. უფრო სერიოზულია ვიდრე საქართველოს. მაგრამ საქართველოს აქვს შანსი, რომ თუ სწორედ მოიქცევა და სწორ ნაბიჯებს გადადგამს, ის პოლიტიკური წონა დაიბრუნოს, რომელიც პერსპექტივაში მას საინტერესო მემსმენია ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი თქვენ რამდენად დამეთანხმებით ამაში, ჯო უილსონის აქტიურობა, როგორ შეიძლება განვიხილოთ ამ კონტექსტში, რომელსაც ოფიციალურად აქვს კავშირები სომხურ ლობთან. ეს რამდენად ასეა, თქვათ, რაც თქვათ, აი კავკასიაში შექმნილ თქვათ მდგომარეობას შეიძლება ხელი შეეშალოს საქართველოსთან მიმართებაში. ჯო უილსონი ვინ არის საერთოდ? რა გინკითხავ? მე კონდეს რამდენიც უნდა ვისთანაც უნდა ურთიერთობა. ერთ-ერთი რამ უნდა გითხრათ. აი მე მითხრა სწორედ იყო გაგებული და ეხლა არ გამაწყვეტინეთ. აბა. ეს ლობისტური მუშაობა მიდის ყველა ჯგუფის მხრიდან. სომხური ლობი თავისას მუშაობს, თურქული ლობი, თურქულ-აზერბაიჯანული თავისას აკეთებს. ცნობილია მოგესალმებათ სკანდალი, ევროკავშირის სკანდალი, რომელსაც ქვია ხიზილალის დიპლომატია, ეს იყო აზერბაიჯანელების მიერ წლების განმავლობაში ნაწარმოები, ასე ვთქვათ, ლობისტური მუშაობის შედეგი ეს ასე არ დაარქვეს ამ იმას ხიზილალ მიქონდა რა. შავი. ხო და არის ქართული ლობისტური საქმიანობაც.
აი ხშირად მისაყვედურია ზოგიერთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერისთვის და ჩვენ მე კი არა სხვასაც რომ აი როდესაც ოცნება უარი თქვა ლობისტური ჯგუფებზე გახსოვთ 2013-14 წლებში და ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ სამწუხაროდ სოფლიო პოლიტიკის გარკვეულწილად სოფლიო პოლიტიკა იქნება ლობისტური ჯგუფების მეშვეობით. ეს სუდია, მაგრამ ასია მიღებული. ხო და ეხლა როცა საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა რომ ეს ლობისტური ჯგუფების საჭიროა თორმე და მუშაობენ კიდევაც. მუშაობენ ცალკეული ლობისტური ჯგუფები, ახლა უილსონი ჩანს, იმიტომ რომ უთამოყო რევოკაცია და რაც, მოკლედ, უკვე იმდენად ჩანს უხერხულიც არის რა, კიდე იქიდან აღებული პოლიტიკი აქედან არ მინდა მაგას. ყველა მხრიდან შეუძლია მოკლედ თანხა აიღოს. ხო და რაც შეეხება აი მაგალითად ვიცი პიროვნებები, რომელიც მხოლოდ თავისი სურვილით ასრულებენ აი ამ ლობისტურ მუშაობას, მათ შორის ქართველები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში ცხოვრობენ. იმათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მის თავარია რომ მათი ქვეყანა იყოს, ასე ვთქვათ, მათ ქვეყანას ეჭიროს საპატიო ადგილი მსოფლიო პოლიტიკის მაგიდასთან. და ასეთი ადამიანები არსებობენ, ასეთი ადამიანები. სხვადასხვა პარადოქსალურად არ უნდა იყოს, მე ვინც ვიცი, სულ ქალები არიან. და კარგები არიან სხვადასხვა ძალიან გონიერები და ესე იგი სამზარეულოს ძალიან მაღლა დებარე სამზარეულოს დონეზე ძალიან აქტიურები არიან და ძალიან შედეგიანები სხვადასხვა. ვინ არიან არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი და ვიცი რომ ძალიან ხა ნუ იცი როგორ არის, იმათ არ უნდა შეუშალო, ეს მაინც უნდა გააკეთო, რომ იმათ ხელი არ შეუშალო. აქ ზოგიერთი რაღაცა ისეთი გზავნილები თუნდაც იმ დასავლეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობ ხა თუ ლობიზმზე საუბრობთ არ ფსმენია ხო ამ ეტაპზე. ხო, იმიტომ რომ ესე მარტივად ჭიანურდება ეს სიტუაცია. ლობიზმი, იმიტომ კი არ არის საჭირო ლობიზმს არ შეუვლიათ ამ პატარა ქვეყნის მიერ წარმოებულ ლობიზმს, გინდა აზერბაიჯანი იყოს და გინდა სხვა სიტუაციის ხერხემალში გადატეხვა არ შეუძლია, სიტუაციის რადიკალურად შესვლა არ შეუძლია. შეუძლია იმას ბაზას შექმნას. თორე დასაკვირველია, როდესაც პატარა ქვეყნებს დიდ ქვეყნებს შორის განსხვავებას ვლაპარაკობ, დიდი ქვეყნები ქმნიან პოლიტიკას. და დიდ ქვეყნებში გარკვეული ფინანსური და პოლიტიკური და გავლენიანი ძალები ქმნიან კიდე ცალკე პოლიტიკას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს უნდა გავერცოთ deep state-ი გახდა სალაპარაკოს და საშაყირო და დასაცინი ეს ხო მოცემულობა სოფლიო პოლიტიკა ყოველთვის ესე იყო, რა ახალი თქვა ვინმე თუ რა უბრალოდ სახელი დაარქვეს თორე ეს სულ ესე იყო, რომ არსებობდა გავლენის ჯგუფები, რომელიც ქმნიდნენ პოლიტიკას, მაგრამ ამას ახმოვანებდნენ სახელმწიფოს, ესე იგი, ადრე როგორ იყო, ადრე პოლიტიკური ლიდერები ამ ჯგუფებს წარმოადგენდნენ და ამ ჯგუფების ნათქვამს კი არ ახმოვანებდნენ, ერთობლივად გააზრებულს ამბობდნენ. ისეთი ლიდერები, როგორიც იყო მაგალითად ჩერჩილი და ტეტჩერი და სხვები. კი ბატონო, ბატონო, ცოტა დრო გრჩება და ეს მაინც მინდა კითხოთ რამდენი. არა, ვერ დავიშლებით, ორი თემა მინდა განვიხილო თქვენთან, ანაკლის თემას მინდა შევეხო და რატო აქტუალურია, იწყება ხოთ ინვესტირების წინადადების განხილვა, ინვესტორების, ასევე ვიცე-პრემიერმა თქვა ლევან დავითაშვილმა, რომ ამ პროექტზეც ჰქონდა საუბრები ამერიკაში. იყო. ანაკლის პროექტში ჩინური ფაქტორი, რაღაცნაირად სპეკულაციის საგანიაო თქვა მან და აი აქ მინდა კითხოთ, არის ეს სპეკულაცია ჩინეთის ფაქტორი თუ არა? აი როგორ შეიძლება ვთქვათ შტატები შეხვდეს ან ხდებოდეს ამ საკითხს? ის რომ ჩინელებმა აკონტროლონ სამხრეთ კავკასიური სივრცე, ამერიკის შეერთებული შტატები ამას არ დაუშვებს. მე როცა ვახსენე თავიდანვე შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზი. აქ იმაზე კი არა ლაპარაკი ერევანში, ბაქოში და თბილისში რას ფიქრობენ. ეს ვინ აკონტროლებს შავ ზღვას? ეს არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ იყო ხმალაღე მოღებული ომი ყირიმთან დაკავშირებით. ამიტომ დაიკავეს რუსებმა თავიდანვე ყირიმი. ამიტომ აშენებენ, დამთავრებენ ახლა უზარმაზარ სამხედრო ბაზას ამერიკელები ნატო იგივე იმაში, რუმინეთში, შავი ზღვის სანაპიროზე. შავი ზღვა არის სტრატეგიული სივრცე და მისი მიმდებარე ტერიტორია შესაბამისად. ხო და ახლა რაც შეეხება აი თქვენ დასმულ კითხვას, ეს ესეა, რომ დღეს ესეთი უყურადღებოთ ამას არავინ არ დატოვებს ამ შავი ზღვის თემას და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სერიოზული ვაჭრება წავიდეს ამ თემასთან დაკავშირებით. ესე იგი, მოკლედ, ჩვენ გვაქვს შანსი ან საერთოდ ჩავიკარგოთ ამ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ ქაოსში. დღეს ხო მართვადი ქაოსის პირობებში ცხოვრობ ჩვენ. ეს არის მართვადი, კლასიკური მართვადი ქაოსი. როცა კანონი აღარ კანონობს და მთავარი არის ძალა და ის ძალა ქმნის კანონს, მაშინ არის მართვადი ქაოსი. აი მართვადი ქაოსი ან მეორე შანსია, რომ შევეცადოთ
რომ პატარა, მაგრამ სერიოზული ნიშა დავიკავოთ. ოღონდ მარტო ამ ნიშას ვერ დავიკავოთ. ეს ნიშა უნდა დავიკავოთ ჩვენს პატარა რამოდენიმე პატარა ქვეყანასთან ერთად. აი მაგალითად კარგი მცდელობა იყო და კარგი იდეაა ძალიან იმ კაბელის გატარება, იმიტომ რომ მაშინ რუმინეთი გიდგას გვერდზე და უნგრეთი და სავარაუდოდ ავსტრია, რომლითაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს კლუბი. ეხლა ანაკლიის თემაზე. ასე ჩინეთი რომ აკონტროლოს ანაკლია და თავიდან ბოლომდე ეს ტრასა ეს არ მოუდგენელია. ეხლა იქ როგორ არის? ამერიკელებს აქვს ბრიტანელებს აქვს თვისება. იმან კი არა მე უნდა ვაკონტროლო. ეს კლასიკური ბრიტანული მიდგომაა ჯერ კიდე მე-19 საუკუნის პირველი წლებიდან. და ამერიკელებს აქვს, იცი რა, მე უნდა ვიყო მანდ. იმან აკონტროლოს, მაგრამ მეც მანდ უნდა ვიყო. აი BlackRock-ის კლასიკა ამაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე აკონტროლოს სხვასთან ერთად, მაგრამ იგი იყოს კონტროლის მექანიზმი კონდეს ხელში. ხო და აი ესეთი მიდგომა ამერიკელების ესეთი მიდგომა თუ გაგრძელდა ამ შემთხვევაში მოხდა რომ მეც უნდა ვაკონტროლო, მაშინ ანაკლიეს კი არა აი ამ ჩინურ თემას აქვს გაგრძელების საშუალება. თუ არა და მაშინ კონფლიქტი მოხდება ამასთან დაკავშირებით, რომ არა ჩინელები რამდენად აქვს მაგალითად ხელისუფლებას არ ვიცი როგორ თქვა, ძალა, უნარი, რომ რაღაც ეს ლავირება გაუწიოს ამ პოლიტიკას, თქვენ ამის ნიშნებს ხედავთ? მე ვერ ხედავ ახლა რო გითხრათ პირდაპირ რომ ამის ისეთი ჯერჯერობით ამ თემაზე სალავირო არ იყოს. რამე, უბრალოდ როგორ არ ხედავ, მაგრამ საქმე რაშია იცით რომ სხვადასხვა ობიექტურების უნდა ეთქოს რომ ხელისუფლებამ თავის დროზე ბევრი გააკეთა იმისთვის რომ ამერიკული ფირმა ყოფილიყო ამის მშენებელი. ხო, ნუ მათ არაერთხელ თქვეს, რომ ჩვენ რამდენჯერმე ბევრჯერ შევთავაზეთ. ბელგიური ფილმის შემოყვანაც არ არის შემთხვევითი მოვლენა. ესეთ გარკვეული ლუფტი დატოვებულია მუდამ. თან ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ეს გინდათ, ვილაპარაკოთ იმაზე, 51% ჩვენია, ვილაპარაკოთ. ეხლა რამდენად მოხდება ამის ესე ვთქვათ, გადანაწილება სწორედ, ეს არ ვიცი. რთული სათქმელია. რამდენად აქტიურად მუშაობს ქართული მხარე ამ მიმართულებით, რთული სათქმელია, მაგრამ მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ იქ არავინ მშენებლობას და ფულის ჩადებას ისე არ დაიწყებდა, თუ დალაგების პერსპექტივას არ ხედავს. ეხლა წარმოვიდგინოთ აშენდა იქ და ნატოს წევრმა ქვეყანამ თურქეთმა, რომელსაც მიიღო შესაბამისი დავალება, არ გაატარა შესაბამისი წყალწვის გემები ბოსფორის და დარდანელის სრუტეში. დამთავრდა იყოს ეს პორტი ნაგებობა და მოკლედ ეს არის გარკვეული შეთანხმებები ყველასთან არის. აბა უნდა იმუშაოს ამათმა ყველაფერმა და ეხლა ნუ აი მაგალითად ხო ნუ მოკლედ არ უნდა მას ბევრი ისე რომ ეს არის მოლაპარაკების და შეთანხმების თემა. ის რომ მარტო ერთი ქვეყანა აკონტროლებს თავზე აჯდეს ვერ მოხდება, მით უმეტეს ზღვაშორის აი ამ თემაში ამერიკული და რუსული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. არც ეს არ უნდა ჩინელებმა ამხელა პორტი რუსეთს უნდა ეხლა ნოვოროსიისკი პორტის ესეთი კონკურენტი ყავდეს ან ვიღაცა სხვას, იგივე Samsung-ის პორტის კონკურენტი თურქეთს არ უნდა. ამიტომ ეს გარკვეული შეთანხმებების მთელი სისტემა უნდა შედგეს. და ასე უაზროდ ლაპარაკი როგორც ზოგიერთ ჩვენ ესე ოპონენტს თუ მხარდაჭერს ჩვევია, როგორც აქ ხდება სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით ყველა რო პროფესორია. მე მაგალითად ეს თემა კარგად ინტუიციის დონეზე ხვდები ბევრ რამეს და გამოცდილება მკარნახობს და ნუ ხო ზოგიერთ რამეზე ხელი მიმიწვდება. მაგრამ მაინც თავს ვიკავებ კატეგორიულობისაგან, იმიტომ რომ კარგი ვარ. იმიტომ რომ სოფლიო პოლიტიკის წარმოების წესმა აი ესეთ რამეზე მიგვაჩვია, რომ აუცილებლად შეთანხმებები უნდა მოხდეს მიუხედავად ქაოსისა, მიუხედავად იმისა, რომ წესები ჩამოშლილი აღარ არის წესები, რომელიც იყო, მაინც უნდა მოხდეს რაღაც შეთანხმება, სხვანაირად ვერაფერი ვერ ფუნქციონირებს. კი ბატონო. და მინდა კითხოთ ასევე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის თემაზე, რა შედეგზე აკეთებს გათვლას რუსეთი და ზოგადად რას ნიშნავს ეს იქნება აგვიხსნათ ეს რეგულარული ფრენები? ნუ მე გეტყვით ერთ რამეს, რომ დღეს არის ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აფხაზური საზოგადოება გააღვიჩო. თავისი რო გაიტანა. აფხაზური საზოგადოება ძალიან იმ თამასაზე მოსკოვის აზრით მაღლა ხდება, ვიდრე მათთვის არის გამოყოფილი.
საერთოდ მობესტად მოსკოვში ძალიან პოზაში დგომა აფხაზებისა, ამიტომაც გადავიდნენ რეპრესიას. რეპრესიები ახლა პრაქტიკულად აფხაზეთში სხვა ტიპის მოქალაქეების ჩამორთმევა მაგალითად. აი ადგურ არწიმა საზღვარზე გაჩერება 3 საათი, იქ და ყურყუთი ჯიბების ამოტრიალება და სხვა. აფხაზური ოპოზიცია დღეს არის პერსონა ნონ გრატა მოსკოვისთვის. იმიტომ რომ ითვლება რომ ეს აფხაზური ოპოზიცია არა მხოლოდ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგია, არამედ თურქეთის კრეატურაა. სხვადასხვა ეს მთელი თემა ახლა მას ვერ მოვასწრებთ ამაზე. თურქული ინტერესების გატარების მცდელობა აფხაზეთში მუჰაჯირების შთამომავლების ეგ შეინიშნება რამე სახით ხა გაძლიერებულია? არა, ეხლა უკვე ვეღარ არის გაძლიერებული, იმიტომ რომ აი ამ კონტექსტში, რაც არჩევნები ხდებოდა, ყველანაირად გააკეთეს. რომ გაეძლიერებინათ სომხური ადგილობრივი სომხური თემის რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თურქული გავლენები შეესტუსდებინათ მაქსიმალურად და ადგილობრივი სომხური თემის გავლენები გაეზარდათ მაქსიმალურად. საბოლოო ჯამში დამთავრდა ყველაფერი იმით, რომ დღეს ესე იგი მუჰაჯირების შთამომავლები ვინც პოლიტიკაში იყო ჩართული, სულ ყველანი გაღარეს აფხაზეთიდან, ახლა ვის დარჩას, ვინც ისე ცხოვრობს, ის არაფერი. და ეს ადგილობრივი სომეხი მინოსიანი გახდა ვიცე-პრემიერი ახალი მთავრობის. ის რომ აპარატ ოტელების საკითხები თავიდან წამოვა შემოდგომაზე ეს უკვე ამას შეეგუა აფხაზური საზოგადოება, ბიჭვინთის თემაც გავა რუსებს როგორც უნდა და ეს ფრენებიც ესე იქნება. მაგრამ ეს ყველაფერი არის ასე ვთქვათ, დროებითი მოვლენა, იმიტომ რომ მთავარი მოვლენაა პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილების ერთი ნაწილი იყო რკინიგზის ამუშავება. რაზედაც უარი მიიღეს ქართული მხრიდან. ახლა ატომღას თემა ხელისუფლებამ არ დაიწყო ამაზე ხომ ლაპარაკი, მაგრამ მე ხო ვიცი რომ ეს ესე იყო. უარი მიიღეს იმ თვალსაზრისით, რომ და რუსეთისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ აი ეს პეტერბურგი, ბომბეის ეს სავაჭრო გზა ფუნქციონირებდეს ესე იგი აქტიურად თან არ იყოს დამოკიდებული მარტო ერთ თქვათ გზაზე, თუნდაც აზერბაიჯანის გზაზე. და პლუს ეს აქ გამავალი ესე იგი გზა აფხაზეთიდან გამავალი გზა რკინიგზის ამუშავება ჭირდებოდა იმიტომაც რომ ამ რკინიგზას მე რკინიგზა შეერთებოდა სომხურ რკინიგზას, რომელიც ისედაც მაგათია, ნაყიდია მთლიანად და რაც ვთავარია ზანგეზურის კორიდორი გადაეჭრა. ისე შესულიყო ირანში. Ну, აი პრინციპში ახლა ჯერჯერობით ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული და უცებ რუსებმა დაიწყოს ლაპარაკი, რომ ინგუშეთიდან უნდა გავაკეთოთ რკინიგზა. ახლა ინგუშეთი თერკი მთელი რუსეთის ბიუჯეტი უნდა ჩადონ იმაში, რომ იქ მთებში რკინიგზა გაჭრონ. წარმოუდგენელია ჩემთვის, ну, არ ვიცი. თანამედროვე ტექნოლოგიით შეიძლება ყველაფერი ხდება, მაგრამ მოკლედ ასეა თუ ისე ახლა მიდის პოლიტიკური ვაჭრობა სხვადასხვა თემ მიმართულებით. და ესე იგი დღევანდელი ახლა ფრენებთან დაკავშირებით მკითხეთ და ეს ფრენები რასაკვირველია არის გარკვეულწილად სიმბოლური. ჭირდებოდათ რომ ბადრა გუმბა თვითფრენავი ჩამოფრენილიყო მოსკოვიდან ყვავილები დახვედროდნენ, აი ეთქვათ რომ აი მოსკოვმა ბადრა გუმბა იყოს და ყველაფერი გააკეთა ამისთვის. კი ფრენები იქნება რასაკვირველია, ну ახლა იკაო ამ დაასანქცირებს ამ ავიაკომპანიებს, ორი ავიაკომპანია, ორივე ისეთი შიდა რუსული და არაფერი განსაკუთრებული. ისინი ვეღარ იფრენენ. ხელისუფლების პოზიცია აქ როგორ უნდა იყოს ამაზე? იცი რა, აქ ხო შევიტანთ იკაოში განცხადებაც და მას ვიზამთ, ну რა ქვია, გავაპროტესტებთ, ერთ ამბავს ავტეხავთ, მაგრამ შედეგი მაინც იგივე იქნება, რაც იყო. რუსები მაინც მოინდობენ თავის გაკეთებას. თავარია კულუარულად რას მოვილაპარაკებთ. ის რომ გარკვეული ნაბიჯები იდგმებოდა იმისთვის, რომ აპარატ ოტელების საკითხი ყოფილიყო სხვანაირი, ეს ფაქტია. ეს მე არ ვამბობ, ეს ნატალია სმირი, ოპოზიციის წარმომადგენელი გამოვიდა ივლისის თვეში და მოყვა ქართველები როგორ არიან ჩართულები აფხაზეთის შიქონების ყიდვაში და დასახელებული იყო 5 გვარი, 5 ქართველის, 1 თბილისელის და 4 მოსკოველის. და დაახლოებით სქემა ვიცით როგორც მუშავდებოდა ეს საკითხი. რამდენად ეს ასეა, ხარ ჩემთვის რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია რომ კვამლი უცესლოდ არ არის.
და ბატონო, ბოლოს მინდა გითხოთ, თქვენ როდესაც აქციები დაიწყო, მიმდინარეობდა რაღაც ძალიან გამძაფრებული მდგომარეობა იყო, ახლა შიდა პოლიტიკაზეც რო გადმოვიდეთ, გქონდათ ესეთი მოსაზრება, რომ რაღაცნაირად უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებაზეა ეს ყველაფერი, რომ დარეგულირდეს ვითარება ქვეყანაში და ემაურ მხარეს შორის გარკვეული რაღაცა შერიგება მოხდეს, დათმობებზე წავიდეს და ასე შემდეგ. დღეს როგორ უყურებთ ამ ფაქტს, არ დგას კიდევ ეს საკითხი, რაღაცა გამწვავებული? ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო, ვამბობდი. მე თავიდან ხმარობდი სიტყვა უნდა მომხდარიყო მაშინ გარკვეული, ასე ვთქვათ, შეთანხმება რაღაც ურთიერთობის ესე კომპრომისსაც ასვლა. კი, ვამბობდი. ეხლაც ვამბობ პრინციპში, მე ბუნებით ვარ ესეთი, რომ უფრო მინდა რომ აუცილებლად საერთო ენა გამოვინახოს. და რატო ვამბობ ამას? იმიტომ კი არა, რომელიმე მხარე მტყუანი ან მართალია. ეს თავისთავად ერთი მხარე მტყუანი, მეორე მართალია. ან ერთი ნაწილობრივი მართალია, მეორე ორივეს აქვს თავი. თავარია რომ ქვეყანას ხელი ეშლება. აი ეს არის უნიშნულოვანესი. ქვეყანას ხელი ეშლება, იმიტომ რომ გამოწვევების ხარისხი ერთიორად გაიზარდა. ეხლა მე კიდე არ მithქვი ეხლა საკითხები, რომელზეც მე მუშაობ, ეს არის პოლიტიკური ისლამი და იმის გააქტიურების თემები არ მიხსენებია და როგორ იღვიძებს ჩაძინებული უჯრედები ესეთი პირობითი სახელი ამ პოლიტიკური ისლამის და ეს არის მექანიზმი სხვა ძალებისთვის ჩვენ ტერიტორიაზე დისკომფორტის შესაქმნელად და ეს პოლიტიკური ისლამის მიძინებული ჯგუფები. ხო და აი ეს გამოწვევები არის უზარმაზარი. ესე იგი, აქ საჭიროა ერის და ბერის და მთელი საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის ერთობა იმისთვის, რომ შეთანხმება იმისთვის, რომ რაღაც გარე გამოწვევებთან დაკავშირებით ერთიანი პოლიტიკა იყოს შემუშავებული. არ შეიძლება მხოლოდ 5 კაცმა მიენდოს, ან 10 კაცს, ან 100 კაცს ეს ამბავი, დანარჩენები იყვნენ დაკავებული ერთმანეთის ჭამით. ეს არის კონტრპროდუქტიული და ეს აზიანებს ამ ქვეყანას. როდესაც კითხვას სვამენ, რატო ქონდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას დისკომფორტი, გარე გამოწვევებზე ხშირ შემთხვევაში ეს დისკომფორტი იქნებოდა, იმიტომ რომ არასწორი რეაგირება იყო გარე გამოწვევებზე. მაგალითად, ბოლოს ახლა გუშინდელი რეზოლუცია სახალხო პარტიის. თქვენ ევროპის სახალხო პარტიის, რომელიც თავისივე ყრილობაზე მიიღეს და ნუ ახლა იმ რეზოლუციაში თუ იმხელა ეს რეზოლუცია აღარ მინდა ჩამოვთვალო რა ეწერა ამ რეზოლუციაში, რამდენად ზოგადად გარედან დანახული ქვეყანა საქართველოს რამდენად ადეკვატურია, თქვენ როგორ გონიათ, ან რა ხდება? კაი, გარედან დანახულ საქართველოს რაც შეეხება, არაფერი განსაკუთრებული ისეთი არ ხდებაო, გარედან დანახულს გულისხმობ. რაც არ ხდება სხვა ქვეყნებში, აი აღმოსავლეთ ევროპიდან ვიდრე ცენტრალურ აზიამდე. აქაურ ოპოზიციის წარმოადგენლებს უნდათ, რომ ესე იგი ეს ჩვენ არა ვართ, ჩვენ დანარჩენებს ყველა აზია, კატახსირებულები, ჩვენ ვართ კარგები ევროპა. არ არის ეს. გეოპოლიტიკას ასე არ ხდება. რიგ ქვეყნებში ახლა ნუ აი ნახეთ მაგალითად რუმინეთი ავიღოთ ხო იგივე ხან ერთი სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას თავრობის ხან მეორე სასამართლო ამტკიცებს და არის ერთი ბაზარი კონსტიტუციის სასამართლო ერთს ამბობს საოლქო მეორეს და მთელ სხვა ქვეყნებშიც არის ხო ნუ დაავიწყდება ნუ რა ვიცი რომ 2009 წელს არჩეული კანცლერი გადააყენეს ავსტრიისა იმ პარტიის ლიდერი, რომელიც დღეს მაშინ რა ქვია, მუნიციპალურ არჩევნებში ისევ მოიგო. და ზუსტად აქავარ ახლა ჩვენთვის შეიძლება საქართველოსთვის არ შეიძლება ეს სკეპტიციზმი ხო ზრდის ქვეყანაში პირიქით ევროპის და ევროსტრუქტურების მიმართ. მე მაინტერესებს ისინი რამდენად ამას ვერ გრძნობენ, არ გრძნობენ. ამის დანახვა არ უნდათ. ეს არის აი ევროპული ფსევდოპარტიების და სახალხო პარტიების შემთხვევაში ასეთი პარტია, ეს კონგლომერატია გარკვეული მემარცხენე პარტიების. აი ესეთი პოზიცია, ესე იგი ისინი ხავს ეჭიდებიან, რომ შეინარჩუნონ თავის მდგომარეობა. ისინი მარტო საქართველოს მიმართ კი ამჟღავნებენ ეგეთ მიდგომას. ბევრი სხვა პროცესების მიმართ. მე ძალიან მიყვის, როგორ შეინარჩუნეს უმრავლესობა ამ ახალ არჩევნების მერე, იმიტომ რომ იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება სრულიად ევროპის მასშტაბით ასეთი ტიპის მემარცხენეების. მაგრამ უმრავლესობაში არიან ისინი. ხო, ნუ ეს მე მგონი ბოლობანაობა იყო მათი. კაი, ახლა სხვა რაღაცა მინდა მეთქვა და კი 2 წუთი გვაქვს და ხო და აი 2 წუთი თუ გვაქვს ალბათ ყველაზე მთავარი არის ის რომ უზარმაზარი აი ამ გაჭირვებამ და ამ უბედურებამ რა დღეს ჩვენ ქვეყანაშია და ამ პროცესებმა კიდე ერთხელ მაჩვენა რამხელა პოტენცია აქვს საქართველოს რეალობაში ის აი თქვენ ვთქვით იქიდან დანახული საქართველო აი იქიდან დანახულია ზუსტად პოტენციურად რომ ძალიან საინტერესოა ეს ქვეყანა წარმოიდგინეთ საინტერესო რო არ იყოს ვინ ამოიღებდა მაშინ მაგრამ კიდათ ისქენით ხო ხო და საქმეს იმაშია რომ ძალიან დიდი პოტენცია აქვს ასე ვთქვათ როგორც გეოპოლიტიკურ სუბიექტს
ეხლა ეს პოტენცია ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენ თავში, რომ ჩვენი ქვეყნის პოტენცია და საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის პოტენცია ერთმანეთს მიუახლოვოთ. ხო შეიძლება ქვეყნის პოტენცია, როგორც გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული სივრცის ერთი იყოს და საზოგადოების მეორე. თან ასეთი ისტორიული წარსულის მქონე ხალხს. ამიტომ ეს უნდა დავამტყიოთ ერთმანეთს და ისე მოვიქცეთ, როგორც რთული ამბავია დამტყვევა, ძალიან რთული ამბავია. საერთოდ ქართველთა მოლაპარაკება არის ურთულესი რამე. ბოლო 6 საუკუნე ამითავართ, რომ ერთმანეთთან ვერ მოვილაპარაკეთ. ეხლა უნდა მოვილაპარაკოთ. აი მე ვაძლევ ჩემ თავს ამის უფლებას ხარამდანად გამივა. არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეში, აქ საზოგადოებაშიც არის. ეს თვითონაც გადასარევთიციან ქართველებმა, მაგრამ ეხლა ეთერიდან სკეპსისი აღარ გვინდა. თქვათ რომ უნდა მოიგო. არა, ვინმე თუ ეხლა დამაბრალებს რომ სკეპტიციზმს ვავრცელებ, ეს ძალიან პირიქით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რა ვიცი, მშვიდობა ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას და შიგნით ხალხთა შორის, რაც თავარია და პოლიტიკოსებს შორის, რა ვიცი, მათ უნდა შექმნან პირველ რიგში მაგალითი ალბათ ამის და მე ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. მე ვიცი რომ თქვენ ხვალაც ხართ ჩვენთან ეთერში, დიდ სივრცეში, უკვე ანალიტიკურ გადაცემაში და იქ ალბათ სწორედ აბა ეხლა რას ვაკეთებ? არა, აქ ცოტა სხვა ფორმატი იყო და იქ უფრო გაშლით იმ თემებს, რადგან დღეს არ ვისაუბრეთ ვაკა გორგილაძის გადაცემაში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსმენა. მადლობა მსმენელებს და მაყურებლებს. ჩვენ მომდევნო ხუთშაბათს შევხვდებით ამავე დროს, ამავე არხზე. ნახვამდის.